მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ შობა ახალი წელი გისურვოთ ლამას გაფრთხილებულ ბედნიერ გაფრთხილებულ საქართველოში ცხოვრება. სურვილი კარგია, მაგრამ რეალურად მოგვიჭერს საუბარი იმაზე, რას უნდა ველოდეთ, რა გავიარეთ 24 წელში და 25 წლის განმავლობაში რისი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს. ძაფრი პოლიტიკური ქარტეხილები გრძელდება, ახალი წლის დღეებშიც კი არ მომხდარა განელება, უზარმაზარი ფულია შემოსული საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად, ჩათრეული აღმოჩნდა ჩვენი შვილების თაობა, სტუდენტობა, ახალგაზრდობა ამ ყველაფერში. მოდის აყოლის ამბავიც არის, ანუ აქ უკვე დავალდებულების ამბავიც არის და მათ უკან მდგარი ძალები სრულიად სხვა მიზნებით არიან და ახალგაზრდებს გამოყავთ ისინი და აყვირებენ ისეთ რაღაცას, რომელსაც კავშირი არ აქვს საერთოდ იმ რეალურ მიზნებთან, რაც მათ უკან მდგომ ძალებს აქვთ გეგმაში. აი ამ თემებზე კახა ვისაუბრო, დავიწყოთ საუბარი 24 წლის მოვლენები შევაჯამოთ და შემდეგ 25 წლისთვის და შემდგომ პერიოდისთვის რაზე შეიძლება გქონდეს გათვლა, რისი მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ თემებსაც შევეხოთ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. ერთმანეთს ულოცავთ დამდეგ 2025 წელს, ვუსურებთ, რომ იგი უფრო უკეთესი იყოს ვიდრე 2024 წელი. ხო, ახლა მილოცებს და კეთილსურვილებს, რომ თავი დავანებოთ, ეს ბუნებრივიც არის, გასაგებია ამითა ვართ დაკავებული ეს დღეები. ცუდი ამაში არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე რის წინაშეც ვართ, რა ამოცანებიც ჩვენს წინაშეა წამოჭრილი, უფრო ბევრ სხვა რამეს უფრო გვავალდებულებს. მოკლედ შეიძლება შევაჯამოთ განვლილი 2024 წელი. მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მძიმე იყო, ასევე მძიმე იყო საქართველოსთვის. ძალიან დიდი გამოცდის წინაშე ვიდექით და ეს ჯერ კიდევ არ ჩამქრალა. თუ წარმოვიდგენთ, რომ ეპიცენტრი მაინც საქართველოშია, სულიერი თვალსაზრისით, მაშინ ეს დიდი ქარბორბალა გვივლის გარეშემო, გვივლის ამ ქარბორბალას პოლიტიკურ, ეკონომიკური, სამხედრო კრიზისების ქარტეხილის ძალა არ ჩერდება, სხვადასხვა სიჩქარეებს იკრებს და სხვადასხვა მიმართულებით ახლობელი აღმოსავლეთით უფრო მეტ გააქტიურებას უნდა ველოდოთ. სირიაში მიმდინარე ამბები ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ამბავია. მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ კავკასიის გასაღები ფიზიკური თვალსაზრისითაც რომ ვიმშელოთ და თავი დავანებოთ იმ სულიერ გაცხადებულ სიღრმეებს, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში გვაწვდიდა ცნობებს, უძვირფასეს ცნობებს ბატონი აკაკი. ფიზიკური თვალსაზრისითაც თუ კი რუკას დავიდებ, ძალიან ათლად ჩანს, რომ ამიერკავკასიის გასაღები სწორედ საქართველოა. ამიერკავკასიიდან გაცილებით დიდი რარტყმა შეიძლება მიიღოს ჩრდილოეთის სახელმწიფო, რუსეთის იმპერია, გნებავთ რუსეთის ფედერაცია, ვიდრე მან მიიღო და ვიდრე იღებს უკრაინიდან, სხვათა შორის. ჯობია ახლა უფრო გახსნილად ითქვას ამის თაობაზე. იმიტომ რომ საქართველოდან შესაძლებელი არის სამხედრო პოლიტიკური დაძაბულობის კერების გახსნა ჩრდილო კავკასიაში. ჩრდილო კავკასია რამდენად არამყარ მდგომარეობაში იმყოფება, ეგეთ ძალიან ცნობილი საკითხია გარკვეული წრეებისათვის. დიდი ხანი არ არის გასული, რაც ჩეჩნეთში წარმოებდა ომი და კვლავ ჩრდილო კავკასია იგულისხმება, რომ იარაღით, იდეოლოგიით და განსხვავებული რწმენითი მიმართულებით ძალიან დამუხტული მხარეა. ამას მიედმება ტატარისტანი, ეგრეთ წოდებული მუსლიმანური რუსული ანკლავი. ამას მიედმება შუა აზია და სასაზღვრო
რეგიონები თუ კი საქართველო თავის ტერიტორიას დაუთმობს ომისთვის გლობალურ ძალებს შესაბამისი დარაზმულობის, შესაბამისი იდეოლოგიით შეკრული, შესაბამისი შეერაღებითა და აღჭურვილობით სავსე 10,000-ობით და რატო 100,000-ობით შენაერთები უკვე მომზადებულია და არსებობს მახლობელ აღმოსავლეთში, შორს არ არიან, საჭიროა ტერიტორია. და ეს ტერიტორია გასაღები სწორედ არის და შესაძლებელია იყოს საქართველო. გაცილებით დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ფედერაციას, ვიდრე უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომი, სამხედრო ოპერაცია, რომელსაც სპეცოპერაცია უწოდეს, რომელ ოპერაციაშიც ვიცით, რომ მონაწილეობს მთელი დასავლეთი. გამოუცხადებლად, მთელი დასავლეთი ებრძვის უკრაინელების სახელით, ბოლო უკრაინელამდე ეს უზარმაზარი დარტყმა, მაგრამ ამ დარტყმას მეტნაკლებად ასე თუ ასე იტანს და წინსვლაც აქვს სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ აი საქართველო თუ კი გადაიქცევა ომის ეპიცენტრად ჩვენ ტერიტორიას დაუთმობ გლობალურ ძალებს თავიანთი მიზნების განსახორციელებლად საქართველოდან გაცილებით მძიმე დარტყმას მიიღებს. ეს იქნება ერთდროულად პარტიზანული ომი, ეს იქნება ერთდროულად შიდა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ძალიან მძიმე ამბები, რომელიც დამთავრდება კიდევ უფრო რთული და კიდევ უფრო დამღუპელი შედეგებით პირველ რიგში ჩვენთვის და შემდეგ მსოფლიოსთვის. ისე ნათქვამია ბატონ აკაკის, სწორედ მესამე მსოფლიო ომის დაწყების ყველაზე დიდ საფრთხეს შეიცავს კავკასია და საქართველო. შეიძლება ეს არ დაბეჯეროს, რწმენის საკითხებიც არის ერთდროულად, გეოპოლიტიკის საკითხებიც არის ერთდროულად, რომ კარგად გესმოდეს, მაგრამ აი ხო უკრაინა ამხელა მასშტაბებისა და ამხელა მასშტაბის ომია. კიდევ უფრო მეტ სირთულეებს არ მოუქმნის მთელ მსოფლიოს საქართველოს ამ გზით განადგურება. ბატონ აკაკის არაფერი არასოდეს არ უთქვი ისეთი, რომელიც დამტყუნებული დიახ. ამიტომ ეს კიდევ უფრო მეტად დასაფიქრებელი უნდა ყოფილიყო ყველასთვის და პირველ რიგში მათთვის, ვისაც პასუხისგებლობა, ვისაც ხელეწიფება ამ პასუხისგებლობის სიგრძე განება. 2024 წელი მაინც უნდა ითქვას, რომ დადებითად გადაინახა. ბატონ აკაკი სულ ამბობდა, რომ დადგა დიდი ცვლილების დრო, რაც ეროვნული მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ამ დიდ ცვლილებაში რა იგულისხმება ეს ვიცით, ეს რა თქმა უნდა არ მომხდარა ფორმაციის შეცვლის საკითხები არ წამოგვიწყია სახელმწიფოებრივად, ის არ გამოგვიცხადებია, რაც გამოსაცხადებელია, მაგრამ მაინც მოხდა არსებული სახელმწიფო სივრცეში გარკვეული კარდინალური ცვლილება, პოლიტიკის იმდაგვარი ცვლილება, ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, რომელმაც გარკვეული ფანჯარა გააჩინა, რომ ვარსებობთ და მშვიდობის ეპიცენტრია მაინც დღესდღეობით საქართველოს უდიდესი მიღწევა, თორემ უახლოეს მეზობლებზე მაქვს საუბარი, თუნდაც ავიღოთ სომხეთი. ხო? აი როგორი წესიერი ამ დასავლური სიკეთეები ექნებოდა სომხეთს, თუ კი საქართველოში აირეოდა მდგომარეობა, ნიშნის მოგებით არ ვამბობ. მაგრამ ქვაქვაზე არ დარჩებოდა არც სომხეთში. ასევე მინდა აზერბაიჯანის მიმართულებით ვთქვა, რომ დღეს აზერბაიჯანი თავს გამარჯვებულ მხარედ თვლის, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით, თავისი მოკავშირეებით, მან დიდი საკითხები გადაიჭრა, ტერიტორიები დაიბრუნა იარაღის ძალით. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ აი ესეთი წინ წამოწეული და საკმაოდ გათამამებული ქვეყნიდან დღესდღეობით ნანგრევებიც არ იქნებოდა, თუ კი ამიერკავკასიის გასაღები გადავიდოდა მართლაც გლობალური ომის პარტიის ხელში და ისე გადაატრიალებდნენ ამ გასაღებს, როგორც თვითონ უნდოდა. ასე რომ მრავალ მხრივ უნდა უმადლოდნენ დღეს რო არსებობენ და მაინც შედარებით მშვიდობა საქართველოში არსებულ მშვიდობას და საქართველოში არსებულ მდგომარეობას. დრომ დააყენა მთელი ქვეყანა და არა მარტო საქართველო და საქართველოც, რომ ხელისუფალმა უნდა გადაწყვიტოს, რომ ამ ფული, ან სული. სული შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ფული დააკარგო, ამ სულში გულისხმობ გქონდეს მშვიდობა, გქონდეს სახელმწიფო, გქონდეს მომავალი. და უკვე როგორც პიროვნება
იყო როგორც პიროვნება შემდგარი. აი ამ ურთულეს დროში, აი ამ უდიდესი გამოცდის პირობებში როგორ აბარებ შენს გამოცდას. დასავლეთი თავაზობს ხელისუფალს, ოლიგარქს, ოლიგარქიულ სისტემას. არ გაგაშავებ სიმდიდრე დაგრჩება, იქნებით შეფთებ ქვეშ, ხომ გადმომეც ქვეყანა, რომ ჩემი მიზნები უნდა განვახორციელო. ომი უნდა ვაწარმოო. ხო, როგორც უყურებთ ამ დიდ წნევს, ამ დიდ არჩევას მეტნაკლები წარმატებით ახორციელებს მმართველი ელიტა და ესეთ მისასალმებელი ფაქტია. დაიწყეს ღიად დასანქცირება. სანქციებზე თუ კითხავთ, სანქციების თემა კიდე ცოტა სხვანაირად არის გასაშიფრი და სხვანაირად გვაქვს გასაანალიზებელი, გასააზრებელი ზოგადად და მთლიანობაში. ჩვენ ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ოლიგარქატი ეს ერთდროულად წარმოქმნილი სისტემაა, ფორმაციული ელემენტია, კაპიტალისტური ელემენტია. ჩვენ ვიცით, რომ ტრილიონზე მეტი დოლარის ღირებულება რუსეთის ფედერაციიდან დასავლურ ბანკებში ტრიალებდა რუსეთის ძარცვის ხარჯზე იყო და აი სპეცოპერაციის პირობებში დადიან იმ რეალობის წინაშე, რომ ეს მილიარდების დაკარგვას უნდა შეგუებოდეს ელიტა და რუსეთის ფედერაციას სხვა გზით უნდა დაეწყო ამოქმედება, რუსული იმპერიას სხვა გზა უნდა მოეძებნა, სოფლიო განმათავისუფლების როლი უნდა ეთამაშა, ყოველ შემთხვევაში უნდა წამოეწყო ბრიქსი, მრავალპოლუსიანი სამყარო, ახალი ფულად საკრედიტო ურთიერთობები და ასე შემდეგ. ან უნდა დარჩენილიყო აბსოლუტურ მონამორჩილებაში და ყოფილიყვნენ მილიარდებში და ტრილიონებში ჩაძირულები. აი ამ არჩევანის წინაშე დადგნენ. და ჯერჯერობით რუსეთშიც მეტნაკლებად წარმატებით გაერთვა თავი ამ საკითხებს, მეტნაკლებად, თუმცა ბოლომდე არაფერი არ არჩევს გადაწყვეტილი. და იქაც აღმოჩნდა, რომ შეიძლება შეეგუა ამ ტრილიონებს და ჯობია საკუთარ სამშობლოს მიხედო. ხო, ასეთი მდგომარეობა გვაქვს ჩვენ და იმ კაპიტალს, რომელიც ჩვენ ოლიგარქატის ხელშია, მისი წარმომავლობა, მისი ყოფნა, რასარგებლებელს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს თითოეულ ქართველს, ეგ მსჯელობის სხვა თემაა. ამიტომ შეიძლება განხილის სხვა გადაცემისთვის სხვა თემა გამოძებნოთ, სხვა გადაცემა მიუძღვნათ. ეხლა ეს არსებითი არ არის. ფულით იყო გამოჭერილი მთელი მსოფლიო და აი ეხლა ეს ბადე იმუშავებდა თუ არა საქართველოზე. აი გაგაშავ, გააკეთეს თუ არა გაგაშავ, იმუშავებდა თუ ვერ იმუშავებდა. აღმოჩნდა რომ არ მუშაობს. ეს მათთვის დიდად საგანგაშოა, მაგრამ ჩვენთვის ეს გადარჩენი საფუძველია. ეს გადარჩენი საფუძველია. ესე იგი გარკვეული დიამეტრალური ცვლილება მაინც მოხდა ქართულ პოლიტიკურ ველში. იქიდან საიდანაც არავინ არ ველოდი, თავის მოლოდინი არ იყო. ხო, ეხლა რამდენად გვეყოფა ეს? ადრეც ბევრი გვაქვს ამის მიმართულებით ნასაუბრები. ეს არის დროებითი ღონისძიება, გარკვეული დროებითი წონასწორული ვითარება და რას ეყრდნობა. ქვეყანას ვერ გააშავებენ, იმიტომ რომ ქვეყანას ეკონომიკა არ აქვს. ჩვენ არა გვაქვს წარმოება და რომ გაგვიჩენო. ჩვენ აღმოჩნდით რა მდგომარეობაში, ტრანზიტის უზარმაზარი სივრცე დაიკეტა ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთით საკმაოდ დიდი გაჭირვებაა და ამ ვიწრო ყელს მოაწყდა ამხელა ტვირთები, ამხელა კავშირი ურთიერთობები. ამან გამოიწვია გარკვეული ფინანსური მოზღვავება, გარკვეული შემოსავლები, დამოუკიდებელი შემოსავლები ქვეყანას გაუჩნდა, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დროებითი. ამით შესაძლებელია შიდა სტაბილიზაციის შენარჩუნება. გავიგეთ. რამდენადაც კავკასია ძალიან რთული რეგიონია, რთული გზაჯვარედინია, პირდაპირ სამხედრო იერიშის მოტანა არ შეუძლია დასავლეთის იმ რეაქციულ ძალებს. ამიტაც კარგად ვსარგებლობთ, მაგრამ ეს არის დროებითი მომენტი. და არც ისეთი ხელჩასაჭირი მიზეზი არ არსებობს, სამხედრო ინტერვენცია მოაწყო. სამხედრო ინტერვენცია დიახ, რა თქმა უნდა, ასეთი ღია ხელჩასაჭირი მიზეზიც არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს 5 ქვეყანათა რიგებში იყო ყოველთვის,
ყველაზე ერთგული ბენეფიციარი ვიყავით, როგორ ვთქვათ, სამხედრო მებრძოლები ვიყავით მათ ომში, მოწინააღმდეგეები ვიყავით, სხვადასხვა გამოკითხვებით და სხვადასხვა სტანდარტებითაც და ასე უცებ ეს გადააბრუნონ და სამხედრო ინტერვენციაში გადაზარდონ, ესე ვერ გამოვა. დემოკრატია ძალიან პოლიტიკას ატარებს, ძალიან გამოცდილი ხელით ხდება, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა ეს გამოცდილება, ბუნებრივად მოგდებს და ხაზი არ უნდა გადაუსვა. დემოკრატიის დარღვევებში გვადანაშაულებენ, მაგრამ თვითონ გაცილებით მეტი აქვთ დარღვევები და გარღვევები, თუნდაც ამ ახალი წლის ფეიერვერკების ამბები რადგან წამყვან დედაქალაქებში რამდენი ადამიანია დაჭერილი, რამდენი ზიანი აქვს იყენებული იქაურობას, იქ თურმე შეიძლება რომ დაიჭირონ ამის გამო, იქ თურმე შეიძლება რომ აუკრძალონ, ჩვენთან თურმე არ შეიძლება. მთავრობის სასახლე უნდა დაიწვას. პოლიციელს უნდა ესწრონ. ეს გასაგებია ორმაგი სტანდარტები, ვერ დემოკრატიაში ასეულად ხელს ვერ მოკვიდებენ დემოკრატიის დარღვევაში, ამიტომ ეს დროებითი სტატუს კო გვაქვს შენარჩუნებული. ქიმიური იარაღის და ანატომიური იარაღის წარმოებას ვერ დაგობრალებენ, დაგობრალებენ, არ გამოვა ეს ნომერი ასეულად ვერ ჩატარდება და გარკვეული დრო გვაქვს რომ რაღაცას მოვიფიქროთ, რაღაცა გადავწყვიტოთ, რაც ყველაზე მთავარია, გამოვიდეთ დიდიადი თავბრუსხვევიდან, რასაც ევროგადარებულება ჰქვია, ევროპა მინდა, გავიგოთ, რომ ევროპა არის იმპერიათა კრებული, რომლებიც მსოფლიო ქონებას კარგად მოიხმარდნენ ყოველ შემთხვევაში ომამდე მაინც, ხომ? ამიტომ ის თავის სიმდიდრეს შენ არაფრით არ გიწილადებს, სწორედ თქვა ბორელმა და კარგად ვერ ვიგებთ კიდე აქ როგორც ჩანს ბევრი, ეს არის ჩვენი ბაღნარი, გარშემო ჯუნგლებიო, დიახ ისე გვიყურებენ როგორც ჯუნგლის ბინადრებს, დიახ ისე გვიყურებენ როგორც ჯუნგლში შესულ ბონატირეები, რისი გატანაც შეიძლება და მოიწყონ თავენთი ბაღნარი და მთელი ჯუნგლი რომ იბრუნდეს იმ ბაღნარში, ის ბაღნარი მისთვის ბაღნარად აღარ დარჩება. ეს კარგად უნდა გაიგო, ევროპა მინდა, იგი იგივე რომ იცახო კაკა მინდაო და იმ კაკას შოვნა უნდა, გამომუშავება უნდა და შექმნა უნდა და არავინ არ არის დაინტერესებული საიმისეთ, რომ ეს კამპეტები შენ ესე გაჭამოს. რაში ჭირდები ეს ევროპა იმაში გიყენებს. ჭირდება იაფი მუშახელი, ჭირდება შინამოსამსახურები, ჭირდება რესურსი, ამას მშვენივრად მოიხმარს, ჭირდება ომისთვის არიელი, ამაში ძალიან კარგად გამოგიყენებს. არა მარტო შენ, სხვებსაც გამოიყენებს და ახლა რომ იქ LGBT და სოდომიზმი მიმდინარეობს, ამასაც ახსნა განმარტება უკვე აღარ უნდა, ასე რომ ამ დღევანდელ ევროპაში ჩვენ არაფერი საერთო იქ არ გვაქვს, იქ არაფერი არ დაგვიკარგია და ბევრი რამე გვაქვს დაკარგული, საჭიროა დავიბრუნოთ. არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი ევროპის წინააღმდეგ უნდა აღვიფოფროთ ახლა, პირიქით მოითხოვება ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად, ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსით. ანუ ევროგადარეულობიდან უნდა გამოვიყვანოთ ეს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდობა, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა, რანაირადაა მოსახერხებელი, რომ ეს იდეოლოგია ბოლოს და ბოლოს გადაამტრილო წელში და გაიმარჯვა მახინჯი იდეოლოგიაზე, როგორ უნდა მოხერხდეს. ეს მსჯელობის ცალკე თემა არის. დანარჩენი, ახლა დიდი იმედები იმისა, რომ აი ტრამპი მოვა და ტრამპი თავშენდებით, ხედავთ, რომ რაღაც უეჭველად შეიცვლება ტრამპის მოსვლით, მაგრამ ამერიკული იმპერიალიზმი არანაკლებ კაციჭამია, როგორც ჩვენ სხვები გვახსოვს ალბათ ისტორიიდან. ხედავთ, რომ ძალიან სწრაფად მოუნდა მთელი რიგი ადგილების მითვისება, მაგალითად გრენლანდია. სოფლიოს მშვიდობისათვის აუცილებელია ამერიკას უნდა ჰქონდეს გრენლანდია. თუმცა გრენლანდია მას არ ეკუთვნის დანიისა, აი უკვე პრობლემებია. ავტონომია და ახლა ლაპარაკია, რომ იქნებ გრენლანდიის დამოუკიდებლობას მიაღწიონ, რაღაცნაირად შეიქმნეს ბუტაფორიული არარსებული სახელმწიფო და ამის ჯიბეს ჩადება ირონია. ამერიკას უნდა გრენლანდიაც. ასევე გამოაცხადა ტრამპმა, არ არის კერძო საუბრებით განხსული, ძალიანაა ჩვენს ეკონომიკურად დამოკიდებული კანადაო და მაშინ რაღაც საჭიროა პრემიერ-მინისტრი, აგერ არა ვარ პრეზიდენტიო. გასაგებია, რომ კანადის მიერ თებისურვით არის. ასეთივე მკვეთრი გახლავთ პანამის არხთან დაკავშირებითაც, იქ როგორც თუ ჩინური კომპანიები შევიდნენ პანამის არხი ჩვენი საკუთრება უნდა იყოს. იქ არის თუ არა ეს ქვეყანა, არსებობს თუ არა, მასაც რაღაცა ეს არავითარ მხედველობაში არაა მიღებული და
მოკლედ ვებერთელე ნაბიჯებით მიიწევს წინ მადა განუსაზღვრელი ამ შემთხვევაშიც რა და როგორ დალაგდება ეს მომავლის თემა ტრამპი არ არის ქრისტე ტრამპი არ არის ხსნელი და წინასწარ ჯობია რომ ჩვენც ნუ დავალაგებთ მახინში იდეოლოგიურ პლასტებს რომელიც მერე აშენდება ისეთ კოშკად თავზე რომ წამოგვექცევა აი ეს არის და კიდე ყველაზე მთავარი რას ვაპირებ ბოლოს და ბოლოს აი ხელისუფლებაში მოხდა ამდაგვარი გარკვეული გარდასახვა საკმარისი არის თუ არ არის ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დაუსრულებლივ ეს საკმარისი კი არის მაგრამ კიდევ რა არის რაც იგივე დაღუპისა იგივე სიკვდილის გზისა საქართველოს ამიერკავკასიაში მაინც არის ბოდიში და ბორდელის როლის მატარებელი აზიის შემოგარენიდან მოდიან აქ და ამ სიძვაში ვიხჩობით ამ თამაშებში და აზარტულ თამაშებში და ასე შემდეგ ეს ყველა ვიცით როგორ არის ბათუმი აშენებული არა მარტო ბათუმი ხო ამ დროს ქრისტიანული ქვეყანა ვარ უნდა ვიწყებთ იქ რაც აკრძალული ისლამურ სივრცეში აქ ნებადართული გვაქვს ჩვენ ბოროტების გზა არ აქვს დაგდებული და ეს მაინც დაღუპას გვიქათის დაუცლებლად დავიღუპებით გამოსასწორებელი გვაქვს რაც შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურება შეიძლება აქ რიტორიკული კითხვასავით უნდა დავსვათ კიდევ ერთხელ რომ არის თუ არა საჭირო რაიმე ქართული გაერთიანების წამოწყება რომელიც იქნება გარკვეული ფუნდამენტი ქვეყნისთვის აუცილებელი სასიცოცხლო საკითხების გადასაწყვეტად თუნდ ხელისუფლებასთან ერთად ან თუნდაც მასთან ერთად კოოპერაციაში და თუნდაც დამოუკიდებლად არის თუ არა ასეთი ერთობა ჩამოსაყალიბებელი აი ჩვენ ეროვნული თანხმობის დარბაზის სახელდებით გამოვდივართ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია ყველაფერიც რიგზე იქნება ეკონომიკური ზრდა და რა კარგია ეს გადავწყვეტეთ ეს საკითხები ტრამპი მოვა მშვიდობა დამყარდება და მეტი არაფრის გაკეთება საზოგადოებისგან აღარაა საჭირო საზოგადოებაში რაღაც ცოცხალი ელემენტი არ გჭირდება სადაც იქნება დარაზმული ინტელიგენცია სადაც იქნება დარაზმული შეგნებული ქართველი შეგნებული ჩვენი ყველა თანამოქალაქე გარკვეული ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებული პრინციპებისათვის ესეთი რამე აღარ გჭირდება გვაკმაყოფილებს ეს რაც არის ეს პარტიები როგორც არის და რანაირადაც არის აი ეს კითხვები არის ფრონტი როცა იქნებოდა შემოდიოდნენ ეს პარტია სუბიექტები მაგრამ მას შემდეგ რაც დააწესა ხელისუფლება ნუ სახელმწიფო შემოიღო კანონი არჩევნებში მონაწილე პარტიას ეძლევა დაფინანსება გავ თვითონვე გამოაქვეყნეს დაფინანსებები ვინაც ვერ გადაალახა 5%-იანი ბარიერი ეხლა არ მინდა პირდაპირ დასახელება მაგრამ 700,000 ყოველწლიური შემოსავალი 9 მილიონი ყოველწლიური შემოსავალი როგორც კი ეს კანონი შემოვიდა ფრონტში ერთი პარტია აღარ შემოსულა თუმცა შედეგებით უკმაყოფილები წუწუნებდნენ რომ ყველაფერში ფულის გადახდა მოგვიწია და უფულოთ რომ შეველით აი რა შედეგები დავდეთო 1-2% თუ ავიღეთო არა და ფრონტში და არა მხოლოდ ფრონტში ეროვნული ყრილობის გადაწყვეტილებებით თვითონ ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმში იქ არავინ ფულის ცენზის მიხედვით არ ანაწილებდა ადგილებს ყველა შეეძლო თანაბრად ღირსეულად დამჯდარიყო დაეკავებინა თავისი ადგილი და ერთად გადაგვეწყვიტა ყველაზე საერთაშორისო მნიშვნელობის ეროვნული საკითხები. იქ ყველასთვის იყო კარიღია, თუმცა გაგვიჭირდა ნაბიჯის გადმოდგმა თავის დროზე და უკვე როცა ფულის სისტემა მთელი თავისი ძლიერებით ჩაირთვაქაც, ნუ რას უყურებს? სახელმწიფო ურიგებს ფულს ამ პარტიებს და ეს პარტიები როგორც ჩანს კმაყოფილდებიან სწორედ იმ შედეგებით და იმ პატარ-პატარა დაფინანსებით, რაც არც თუ ისე პატარა დაფინანსებებია. და აქ კიდევ ისმის კითხვა. მარტო იქით უნდა ვიაროთ, სადაც ფულს გვირიგებენ, ბევრს თუ ცოტას. მარტო იმათ უნდა მოემსახუროთ და რეკლამა უნდა უკეთოთ ბოლოს და ბოლოს იმ საქონელს პოლიტიკოსებმა. ზოგიერთი პარტია გადაიქცა ენერგეტიკული სასმელის რეკლამის პარტიად. ამ დონეზე დავიდეთ და არჩევნების დროს გვახსენდებოდეს მარტო ჩვენი ტელეეთერები, რომ კიდე როგორღაც ეს წვრილმანი
დაფინანსებები გქონდეს და აი მეტი აღარაფერია ჩვენგან საჭირო ხელისუფლებამ კიდე ხო იცის უკვე დააკეთებს თავის საქმეს ეს არის ბოროტების გზის დაგდება თუ ბოროტებაში ყოფნა აი ეს კითხვებია რომელსაც 2025 წელს მოგვიწევს პასუხების გაცემა ვიდა და ალბათ გვექნება ამისი დროც მით უმეტეს როცა ახალი სიტყვა არის მოსული 28 წლის მანძილზე ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე კიდევ იწევს და გვიწევს ამის თქმა გვიხსნი და ვასწავლიდა და ეს უზარმაზარი ცოდნა არის ქვეყანაში დატოვილი არა მარტო ქართველი ერის და ქვეყნის არამედ მთელი კაცობრიობის გადასარჩენად და ზეგან სწორად აღნიშნეთ რომ ვერანაირი ტრამპი ვერანაირი ნატო, ევროკავშირი, ევრაზიული კავშირი თუ ბრიქსი ვერავინ ვერ გადაარჩენს და იქით არ უნდა ვიყურებოდეთ ჩვენ მით უმეტეს როცა ამხელა გამოსავალი არის და ყველანაირად მზად არის ქვეყანა იურიდიული სამართლებრივი მხარე მზად არის და ყოველმა ერმა და ახალი სიტყვა ამას გვასწავლის რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს საქმე მარტო ქართველი არის არ ეხება და საქართველოს ყოველმა ერმა ვინაიდან ყოველი ერი მაღალი უფლის სულის ნების ფიზიკური გამოვლინება და ღვთაებრივი მნიშვნელობის წარმონაქმნი და არა ადამიანთა კრებული და რიგით მექანიკური კრებული და მათი არითმეტიკული ჯამი რა თქმა უნდა და ყოველგვარი გარეგანი ჩარევა ეს არის მაღალი ღმერთის სულის ნების საწინააღმდეგო ქმედება ეს ახალი სიტყვა გვასწავლის ამას ეს ჩვენი სიტყვები არ არის თავად ბატონმა აკაკიმ გითხრა პირველად და თავად ბრძანებდა რომ ჩემით არაფერს არ ვლაპარაკობო ეს იქიდან რაც მივიღე აი მას გადმოგცემთო და ეს გვასწავლის სწორედ და სულის ნების საწინააღმდეგო ქმედება ყოველგვარი გარეგანი ჩარევა ღმერთის სულის ნების და სიცოცხლის გახაგრძლივების საზიანოდ, რა თქმა უნდა. და ამ შემთხვევაშიც ახლა, როცა ყოველ ერზეა ლაპარაკი, ხო, ქართველ ერს გვაქვს ამხელა არჩევანი, ხო? და მით უმეტეს ჩვენ გვმართებს ახლა, როცა ჩვენი თავის გადარჩენად შეგვიძლია და ჩვენთან ერთად მთელი კაცობრიობის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი. ერთი ადამიანი წარმოვიდგინოთ, ჯერ ერთი ადამიანის სიცოცხლე. აი ასეა ახლა ეს დღეს, აი დამეთანხმებით მეგობრებო, რომ აი თითქოს აი რეანიმაციაში როწევს ადამიანი და მის სიცოცხლეს, აი არანაირი შანსი რო არ არის მისი გადარჩენის, სადაც აი 1%, 2-3%. მაგრამ ხო ხდება ხოლმე სასწაული. ეს ექიმი, ბორნალი ექიმი რომ მოახდენს სასწაულს. სწორი დანიშნულება და სწორი დანიშნულება და სწორი და რა თქმა უნდა ჩემო ჯემალ და რამდენად ბედნიერია ის ადამიანი, რა თქმა უნდა, რომელიც გადარჩება. მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და თავად ის ადამიანი, ვინც გადაარჩენს. აი ესეთ ფუნქციაში ზის დღეს ახლა საქართველოს ჩემო პატრიოტულობს მენელებო, რომ ჩვენ ხელშია ჩვენ ქმედებაზეა ეს დამოკიდებული ყველანაირად. აი როგორ გზას ავირჩევთ, თუ დავაგდებთ ბოროტების გზას და რაც მოცემულია უფლისგან. აი იმ გზით თუ ვივლით და არ გადაუხვევთ არც იქით, არც აქეთ, კი ბატონო, ეს პოლიტიკური საკითხები, ეს ყველაფერი მოცემული მზად არის გამზადებული, მაგრამ თუ იმას გამოვრიცხავთ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი სამყაროსეულ მოვლენას მეორედ მოსვლას უკავშირდება, აზრი არ აქვს, აზრს კარგავს ყველაფერი, როგორც გვეუბნებოდა ბატონი აკაკი დედამიწის ეს ერთადერთი ლუგეშის მცემელი სასწლო ადამიანი, სასწლო კაცი. და ჩვენ ხელშია და წარმოვიდო 8 მილიარდზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. აი ამის გადარჩენაზეა ლაპარაკი. აი ამაზე მეტი, აი რომელი თანამდებობა, რომელი ფული და რომელი შეერა, აი თითოეულ ქართველზე ახლა, აი თითოეულ ქართველზე რამდენი რამეა დამოკიდებული, არა თითოეულ ჩვენთანაც. აი პატარა ქვეყანაზე, რომელიც დედამიწის ერთი პატარა წერტილია რა. და კიდევ თუ ამ გზით ვივლით და არაერთხელ გითხოვს, რომ თუ ამ აი სწორი გზით ვივლით 2200 წლით უნდა გახანგრძლივდეს ხო მთელი დედამიწის კაცობრიული მასშტაბით.
სიცოცხლე, ცხოვრება, რამდენი ადამიანი უნდა დაიბადოს კიდევ. თუ არა დამთავრდება ყველაფერი, აგერ უგეთ ერთის კასრზეა, მარტო საქართველოს კი არა, მთელი მსოფლიო აგერ თქვენ ბრძანეთ და აი ამის თქმა მინდოდა. გადარჩენაზე საუბრობდი ჩემო დავით და მე ისევ თემას მინდა მეუბრუნდე, რომ 24 წელს რამოდენიმეჯერ გადაურჩა დედამიწა დიდი მასშტაბური მსოფლიო ომის დაწყებას. ამის თაობაზე ჩვენ ნასაუბრები გვაქვს, აღარ შევჩერდები. კი ბატონო. როდესაც დადგა საკითხი რუსეთის სიღრმეებში დასავლური იარაღის გამოყენებით, შერჩეული წერტილის დაბომბვის ნებართვის გაცემაზე, მაშინ კრემლმა რუსეთის ხელისუფლებამ საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა და რეალურად მონიშნული წყავდათ ნატოს ბაზები, რომელიც რუსეთის ირგვლივ განლაგებული, საიდანაც ხდება ამ იარაღების გადაცემა უკრაინისთვის და ბოლო დროსაც, როდესაც მოუსინჯეს კბილი, ასე ვთქვათ, რუსეთს და უკრაინამ რამოდენიმეჯერ განახორციელა დასავლური იარაღით, დრონებზე არა მაქვს ლაპარაკი, დრონები თითქმის ყოველდღიურად ხდება ამის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ განახორციელონ დრონებით შეტევა რუსეთის სიღრმეში, უკრაინას რეალურად აქვს. მაგრამ იმ მართვადი რაკეტებით და სხვა არამედროვი იარაღით, რომელთაც დაარტყეს რუსეთის სიღრმეში, ამისი კოდები და მისი მართვა მხოლოდ იგივე დასავლეთ სამხედრო ინსტრუქტორებს და სპეციალისტებს შეუძლიათ. უკრაინელ სამხედროებს ამაზე ხელი არ მეუწვდებათ. რუსეთმა ერთხელ კიდევ შეიკავა თავი და ეგრეთ წოდებული არეშტიკით თუ არეშტიკით უპასუხა და რამაც დროებით გააჩერა შემდეგ ეს პროცესი და ასე ვთქვათ გადაგორდა 24 წელი, გარდა ამისა ქვეყნის შიგნითაც რამდენჯერმე იყო კრიტიკული სიტუაცია შექმნილი, როდესაც წუთი შეიძლებოდა ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაწყება და ისევ და ისევ ღმერთის ნებით, უფლის შემწეობით გადავრჩით აი ამ პროცესებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გაგრძელდება დაუსრულებლად 25 წელსაც ასე იქნება, რომ წარმატებით მოვიგერიებთ ამ შიდა თუ გარე შეტევებს, ამის არანაირი არც ნიშნები და გარანტიები არ არსებობს. ფორმულა ძალიან მარტივია. მე არ მინდა ცუდი ამბების მახარებელი ვიყო მახარებელი ჭყალებში, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ უკეთესობისკენ არაფერი არ მიდის და ეს ასეც იყო ნათქვამ. ფორმულა მარტივია, რომ ამ გზით გაუპო გადაწყვეტილია. და როგორც წეგანაც თქვი, ბატონ აგაკის მის მიერ მოდარილი ინფორმაცია არასოდეს არ გამტყულებულა. კი ბატონო. და არ უნდა ველოდეთ, რომ თუნდაც აი ეს ფორმულა გამტყუნდება. და დაველოდოთ რეალურად როდის მოხდება ის, რაც შეიძლება რომ მოხდეს, დაველოდოთ ამას თუ გადავდგათ რეალური ნაბიჯები, რომ აქამდე არ მოვიყვანოთ საქმე. უნდა გადაიდგას აუცილებლად. ბოლოს კიდევ ერთხელ მე მინდა მოგილოცოთ ახალი წლის მომწანება, მოგილოცოთ შობა ახალი წელი და ვისურვო, რომ 25 წელი ყოფილიყოს ჩვენი ქართველების გონზე მოსვლის წელი, სწორგზაზე შედგომის წელი, ბოროტების გზის დაგდების გზაზე დადგომის წელი. ახლა საუბრობდი კახაშენ ის რომ ანგარიშების გაყინვა და აშოვინეს ფული, კი ბატონო, ეს მეთოდია მათი, აშოვინებენ ფულს, მე თავისი ბანკებში ადებინებენ და ამით ევაჭრებიან. დღესაც იგივე მასთან გვაქვს საქმე, რომ აგერ ბიძინა ივანიშვილს საგანგო თანხები გაუყენეს. და ახლა მიდის ვაჭრობა. დათმობს პოზიციებს თუ არ დათმობს. ხო. ნუ ფული რამე და ახლა
ჩვენ ვიცით საქართველოს ისტორიაში არაერთი შემთხვევა, რომ აგერ ფული კი არა, გიორგი სააკაძემ შვილი დატოვა მძევლად. ამ შემთხვევაში ამათი ფულია იქ მძევლად დატოვილი. თუნდაც თეიმურაზმა შვილები და დედა დატოვა. ქვეყნის ინტერესების გამო გაწირა რა, ფაქტიურად ესე გამოვიდა, რომ შეეწირა სამშობლო. და არაერთხელ აღარ გავყვებდნენ. უამრავი შემთხვევა არის ჩვენი ისტორიიდან. ამდენად ის თანამდებობები, ის ფული, რომელიც აშოვინეს, იმ დონეზე არ უნდა გავუტყმეთ ამათ, რომ მეც თუნება გაუჩნდეს, რომ გადადგანის ნაბიჯი, რაც ქვეყანას დაანგრევს. არადა არ მოეშვებიან, იქნება მუდმივი მცდელობები, მუდმივი ზეწოლები და აი ამ ფონზე გვინდა შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, სრულიად საქართველოს შუამავლის როლი, ფუნქცია ჩვენ თავზე ავიღოთ, რომ მოხდეს ერის გაერთიანება. ბოლო-ბოლო რა არის ისეთი, რაზედაც ვერ შევთანხმდებით, ხო? უფლის სიტყვის მოთხოვნების მიხედვით. აი რა არის იქ ისეთი, რომელიც ქართველს შეიძლება არ აწყობდეს. დავდგეთ და პუნქტობრივად განვიხილოთ რა არის მიუღებელი. ბატონო, გადავიდეთ კონკრეტულ ეს ეხება შემთხვევაში. ხელისუფლებასაც, ეს ეხება ოპოზიციასაც, მოსახლეობის იმ ნაწილსაც, რომელიც დაუშვათ გულგატეხილია და აღარც ელცენდობა და რაღაც მეორეს და ცდილობს რომ გაემიჯნოს ამ ყველაფერს, მაგრამ გამოსავალი არც ამ გამიჯვნაში არ არის, იმიტომ რომ თითოეულ ქართველს გვაკისრია ჩვენი მოვალეობა და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი შთამომავლობის წინაშე და ეს ყველა საკეთებელია და ჯერ ისედაც პატარა ერი ვართ და ამ ერიდან კიდე რაღაცა ნაწილის გამიჯვნა, გასვლა, ასე ვთქვათ, პროცესებიდან არაფერს იქეთეს არ მოვიტანს პირიქით. ჩვენ უნდა დავჯდეთ და დავილაპარაკოთ ბოლო-ბოლო რა არის ისეთი, რაზედაც ვერ შევთანხმდებით და მუდმივად უნდა ვესურვოთ ერთმანეთს პიროტექნიკა, რაღაც რეზინის ტყუიები, დუბინკები ურტყათ თავში. რატომ? ერთი მხარეს და მეორე მხარეს აცხადებს, რომ ის ამას ერის და ქვეყნის გულისთვის აკეთებს, ერის და ქვეყნის სიყვარულისთვის აკეთებს. სინამდვილეში ტრობა ეს არ შეიძლება სიყვარულის გაგრძელება იყოს, ან მისი შედეგი იყოს. აი სწორედაც სიყვარულზე, ერთობაზე, უფლის სიტყვაზე დაყრდნობით თავაზობთ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებაა და მეტისმეტად ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ეროვნული თანხმობის დარბაზის ფუნქცია სწორედაც ის არის, რომ ეროვნული თანხმობისკენ რამენაირად შემოვაბრუნოთ, დავითანხმოთ და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შუამავლის როლით ვაყოფილდებით, დანარჩენი თქვენზეა ბატონო. ზოგადად პური მეპურე კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსვლაზე, არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოსვლაზე. ჩვენი მიზანია შესრულდეს ის მოთხოვნები, რაზედაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოაწერა ხელი და რაც მოსული უფლის სიტყვის პრინციპებს ეფუძნება. აი ეს მინდოდა მეთქვა, დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა ახალწელს. მადლობთ. დიდი მადლობა.